ქართული ოცნება იბრალებს თითქოს ევროკავშირში წევრობისკენ მიისწრაფვის. მწვავე გზავნილები ისმოდა ევროპარლამენტში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროკომისარ ვოპკე ჰუგსტრას განცხადებით, დემოკრატიული პრინციპების უბულებელყოფისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი არათუ 2030 წელს, როგორც ამას მმართველი პარტია გეგმავს, არც არასდროს გახდება. ევროგაერთიანება გმობს პოლიტიკურ რეპრესიებს ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ქართული ოცნების მთავრობას კი მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრები. მწვავე განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტარებმაც, მათი მიმართვების ადრესატი თავად ევროგაერთიანებაც იყო, რომ უნდა დაისაჯონ პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ადამიანების ჩაგვრასა და დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფაზე. რასა უკნევიჩიანემ ევროპარლამენტის ხდომათა დარბაზში ქართველი პატიმარი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას წერილი წაიკითხა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერას თხოვს. ევროპარლამენტის დღევანდელი დღის წესრიგი საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებით გაგრძელდება, რომელიც 7 პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტების საბოლოო დოკუმენტია. ჩემი კოლეგა სოფო ვარდიაშვილი მუშაობს თემაზე, ის პირდაპირ ეთერს უერთდება და მეც მოგუყვება, რა წერია კენჭისყრისთვის გამზადებულ რეზოლუციაში და რა საჯარო განცხადებები უძღოდა მას წინ ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან. დიახ, საჯარო განცხადებები ევროპარლამენტში სტრასბურგში გამართულ დებატებზე მართლაც ძალიან მწვავე გამოდგა და როგორც ახსენეთ, ეს დებატები რასა იუკნევიჩიანემ გახსნა ევროპარლამენტარმა, რომელიც საქართველოს საკითხზე მთავარი მომხსენებელია და რომელიც არის ერთ-ერთი ავტორი რეზოლუციის პროექტისა, რომელიც მომზადდა საქართველოს შესახებ და რომელსაც დღეს უყრიან კენჭს და მან, როგორც ახსენეთ, წაიკითხა ელენე ხოშტარიას წერილი, რომელიც პოლიტიკური მოტივებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა ევროპარლამენტარს გაუგზავნა და ამ დებატებსაც სახელწოდება სწორედ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებული ჰქონდა. მას ერქვა ელენე ხოშტარიას кейსი და პოლიტიკური პატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში. ამ დოკუმენტში, ამ სახელწოდებაში ქართული ოცნება არის რეჟიმად მოხსენებული. აქ გამოვიდნენ ევროპარლამენტარები, თუმცა მათ გარდა ამ დებატებში მონაწილეობდა ევროკომისარი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის წარმომადგენელი და მანაც ძალიან მწვავე შეფასებები გააკეთა ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით. თქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას გამიზნულად მიჰყავს ქვეყანა ავტოკრატიული რეჟიმისკენ და ელაპარაკა იმ დაუსჯელობაზე, რაც მოჰყვა გარკვეული პირების მხრიდან ჩადენილ უკანონო ქმედებებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ. და სწორედ მისგან მოვისმინეთ ფრაზა ამ დებატების დროს, რომ ქართულ ოცნებას მართალია გაცხადებული აქვს, რომ 2030 წლისთვის აპირებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ასეთი კურსის გაგრძელების პირობებში არც 2030-ში და არც შემდეგ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. There are those who say that Georgia is lost. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო დაკარგულია. ეს არ არის მართალი. დღეს ქართულ ხალხს აქვს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი. თუმცა საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული. ამის დასტურია წერილი, რომელიც ელენე ხოშტარიასგან მივიღე. ის წერს: ძვირფასო რასა, სიტყვებით ვერ გამოვხატავ თუ როგორი მადლიერი ვარ, როდესაც თქვენს ურყევ, უწყვეტ მხარდაჭერას და ერთგულებას ვხედავ საქართველოს მიმართ. ფასდაუდებელია თქვენნაირი მეგობრების ყოლა ამ რთულ დროს. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ჩემი სახელი საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენის დღის წესრიგის ნაწილია. თუმცა ცხადია, რომ თავარი მე კი არა, ქართველი ხალხია, რომელმაც წარმოუდგენელი გამძლეობა გამოავლინა რუსეთთან ბრძოლაში. ეს არ არის ბრძოლა ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის. ეს არის ბრძოლა ერის ღირსებისა და მისი ევროპული არჩევანის დასაცავად. მინდა იცოდეთ, რომ მზად ვარ ციხეში იმდენ ხანს ვიყო, რამდენიც საჭირო იქნება და პირადად ჩემი დაპატიმრების გამო არ წუხარ. გაცილებით მნიშვნელოვანია საკმარისი ყურადღება მიექცეს იმ სტრატეგიულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ევროპა დგას საქართველოში. ამას კი თქვენ ნამდვილად წარმატებით ახერხებთ. შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი გამოყენება სავაჭროდ მოინდომოს როგორც მძევლების. ეს არ უნდა დაუშვათ. ჩემი მიზანი, ჩემი პირადი თავისუფლება არ არის. ჩემი მიზანია თავისუფლება ქართველი ხალხისთვის. ასეთი ქმედებებითა და ასეთი კანონებით საქართველოს აშკარად არ აქვს ევროკავშირის წევრობის რეალური გზა. არც 2030-ისთვის, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს და არც არასდროს, თუ ეს კურსი გაგრძელდება. ჩვენ ხედავთ სისტემატურ თავდასხმებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ამ უფლებების მკაცრ, გაუმართლებელ და თვითნებურ შეზღუდვებს. მეორე ევროკავშირი სოლიდარულია მათ მიმართ, ვინც ბოლო 2 წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან
უკანონო დაკავების, არასათანადო მოპყრობისა და დაპატიმრების მსხვერპლია, მათ შორის ელენე ხოშტარიას მიმართ. ევროკავშირი გმობს ამ პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ და მოუხმობს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი. ხელისუფლების რეპრესიული ტაქტიკა ჰგავს სხვა ავტორიტარული ქვეყნების მიერ გამოყენებულ მეთოდებს, რომელთა მიზანია გააჩუმონ პოლიტიკური ოპონენტები. ევროკავშირი მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან დაიცვას დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, რომლის მთავარი ნაწილია პოლიტიკური პლურალიზმი და ბოლოს ევროკავშირი კვლავ მტკიცედ მოითხოვს, რომ პასუხი აგონ მათ, ვისაც საქართველოში დემოკრატიის სერიოზულ უკუსვასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მიუძღვის ბრალი. ავტოკრატიისკენ სწრაფვა, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, დაუსჯელობა, ასევე მოწოდებები, რომ დაუწესდეთ პერსონალური სანქციები პირებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან. პასუხისმგებელი ეს მოწოდებები ძალიან ბევრი იყო. ევროპარლამენტარების მხრიდან მათ გააკეთეს ასეთი განცხადებები გუშინდელ დისკუსიაზე და დებატებზე, თუმცა მათგან განსხვავებით იყო რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომელმაც გამოხატა ქართული ოცნების ხელისუფლების დასაცავი პოზიცია და ესენი არიან ძირითადად ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ყოველთვის ასეთი პოზიციით გამოირჩევიან ხოლმე. ერთ-ერთ მათგანის კომენტარს შემოგთავაზებთ, ეს არის ტიერი მარიანი, ულტრამემარჯვენე ჯგუფი პატრიოტები ევროპის ჯგუფისთვის წარმომადგენელი, რომელიც ცნობილია კონსერვატიული და ევროსკეპტიკური დამოკიდებულებებით და ის ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით. დღესდღეობით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობაზე ისაუბრა. მათ მიატოვეს ევროკავშირის პერსპექტივა, რამაც ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ უარყოფითი შედეგების კასკადი გამოიწვია. გვაქვს შევიწროებული ადამიანების გრძელი სია. გვყავს დემოკრატიისთვის ხმის ამაღლების გამო ციხეში ჩასმული ადამიანები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირის სირცხვილია, რომ სანქციებზე მხოლოდ რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების გამო ვსაუბრობთ და არა დემოკრატების პატიმრობის გამო. მე არ მინდა ასეთ მორალურად არასტაბილურ ნავში ჩაჯდომა. საქართველო ადრე რეფორმების მისაბაძი მაგალითი იყო და ახლა ის კორუფციაში, რეპრესიებსა და პოლიტიკურ ძალადობაში იხჩობა. 150 ადამიანი დააპატიმრეს, ლიდერები, ჟურნალისტები, რიგითი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი შეხედულებებისა და მშვიდობიანი ხასიათის საპროტესტო აქციების გამო. ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის საქმეც საყურადღებოა. ეს გუშინ მიღებულ რეზოლუციაში არ არის ნახსენები. ჩვენ ნამდვილად უნდა ვებრძოლოთ კანონის უზენაესობის არარსებობას. რეჟიმი ანტიდასავლური პროპაგანდით მუშაობს, ისევე როგორც რუსეთი. ევროკავშირმა უნდა დააწესოს სანქციები პროპაგანდისტულ მედია საშუალებებსა და დემოკრატიის განადგურებაში პასუხისმგებელ პირებზე. ყველა პოლიტიკური პატიმარი, რაც შეიძლება, მალე უნდა გათავისუფლდეს. ხალხი იმსახურებს ჯანსაღ მომავალს და ევროკავშირი ვალდებულია მათ დაეხმაროს ამაში. ჩვენ ვხედავთ დემოკრატიის დაცემის კიდევ ერთ ნაბიჯს. წლების განმავლობაში დემოკრატიის სრული ეროზია და ანტიდემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია ხდება. ახალი კანონები კრძალავს საბაზისო აქტივიზმს და ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებას. ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააწესოს სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. არ მაინტერესებს თუ ორი წევრი დაბლოკავს სანქციებს. არ მაინტერესებს თუ ორი წევრი დაბლოკავს სანქციებს. რას ვიტყვით დანარჩენ 25 წევრზე? დუმილი მხოლოდ აქეზებს ანტიდემოკრატიულ ძალებს. ევროკავშირს არ შეუძლია კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეების მიტოვება სერიოზული შედეგების გარეშე. ამ პარლამენტის პოლიტბიურო განაგრძობს ფოკუსირებას საქართველოზე აღმაშფოთებელი სიტყვებით, პოლიტიკური ზეწოლით, შანტაჟით და ფინანსური მუქარით. ამჯერად თავდასხმა ხორციელდება ქართული ოცნების წინააღმდეგ. ეს აშკარა манипуляცია, რადგან არ შეგიძლიათ პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაცია, რომელსაც 2024 წელს მოსახლეობის 50%-მა დაუჭირა მხარი. მათ აქვთ პოლიტიკური ლეგიტიმაცია, რაც არ აქვს ბევრ ქვეყანას ევროკავშირში. სამარცხვინო ნეოკოლონიალური მეთოდების გამოყენება უნდა შეწყდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სამართლებრივ პროცესს. როგორც ეს ქალბატონი ხოშტარიას შემთხვევაში ხდება, ქართულმა მოსამართლებმა არ უნდა მიიღონ ინსტრუქციები ბრუსელიდან. 2024 წლიდან ყველაფერს აკეთებთ, რომ ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობას ძირი გამოუთხაროთ. შეწყვიტეთ ჩარევა და შანტაჟი დემოკრატიული ქვეყნის მიმართ. და რაც შეეხება უკვე დოკუმენტურ შედეგს ამ დებატებისას, როგორც უკვე ვთქვით, 7 პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო მომზადებული რეზოლუციის პროექტები. ეს 7 პროექტი შეჯერდა და საბოლოო სახეს მიიღებს და ერთი რეზოლუციის სახეს მიიღებს. სახელწოდებით ელენე ხოშტარია და პოლიტიკური პატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის ქვეშ და უკვე გავრცელდა ამ რეზოლუციის შეჯერებული რეზოლუციის პროექტის ვარიანტი. მასში რამდენიმე პუნქტი შეგვიძლია წავიკითხოთ ამ რეზოლუციის პროექტიდან. ეს რეზოლუცია გმობს
ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს, ოპონენტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნას, გმობს ღირსების შემლახავ მოპყრობას ელენე ხოშტარიას მიმართ, ასევე ითხოვს დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და ასევე შესაძლო ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით. რეზოლუციის პროექტი გმობს შემზღუდავი კანონის მიღებას ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან, იმეორებს პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია დემოკრატიულ განვითარებასთან, კიდევ ერთხელ იმეორებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და ასევე ეს რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ დაუწესდეს მიზნობრივი სანქციები რეჟიმის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს.